ამბობენ, რომ მანჩესტერი კრიზისშიაო. თუ ეს კრიზისია, მაშინ დანარჩენებს რა ქვიათ? სოციალური პროგრამა? ერთი წაგება და მთელი მსოფლიო პანიკაშია. მანჩესტერი წაგებს breaking news. მანჩესტერი მოიგებს ბუნებრივი მდგომარეობა. კაზემირო თუ no-look პასებით გვანებირებს, ტაირელ მალასიას ფეხბურთში სიახლეების დანერგვა სურს და no-look დაცვა გამოიგონა. მისი თავბრუდამხვევი ბრუნი იმდენად მომაჯადოებელი იყო, რომ სენე ლამესიც კი ერთ ადგილზე გააშეშა. თუ ასე გაგრძელდა, მალე FIFA-შიც ახალი ღილაკი დაემატება. მალასიას ფინ. მანჩესტერის პირველი წაგებაა კერიკის ხელმძღვანელობით და მთელი ინტერნეტ მედია, გაზეთები, ტელევიზიები, რადიოები, ქალები, კაცები, პოლიტიკოსები, უცხოპლანეტელები და ყველა მანჩესტერზე ალაპარაკდა. ნასამაც კი დააფიქსირა უცნაური სიგნალი. მანჩესტერმა წააგო. იმდენად დიდი გავლენა აქვს მანჩესტერს სოფლიოზე, რომ ბრუნო ფერნანდეშის გონიოს საფეხბურთო კლუბში მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნა ტელევიზიით გაშუქდა. Ლიელი ბრუნო ფერნანდეში უხელმძღვანელებს ნდობის და თბილი მიღებისთვის საქართველოში იმიტომ ვიმყოფები, რომ გონიოს ძლიერი აკადემიის დაფუძნებაში დავეხმარო. მანჩესტერის ფეხბურთელები ამჟამად არდადეგებზე იმყოფებიან და ექსკურსიით გონიოს ციხეს ათვალიერებენ, რადგანაც თამაშებს შორის დაშორება 10-15 დღეა. შემდეგი გაჩერება კი ასტონ ვილაა. ბოლო 5 თამაში ვილასთან 3 მოგება, 1 მარცხი და 1 ფრეგვოქს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ სეზონში რუბენ ყალიჩავას მეთაურობით ვილასთან გასვლაზე დავმარცხდით. თუმცა კერიკმა მიგვაჩვია ყალიჩავას წაგებული მატჩების შურისძიება და გულშემატკივრების გულის გახარება. წინ დიდი მატჩია. მესამე ადგილისთვის ბრძოლისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი. ჩვენ კი შენი იმედი გვაქვს. შენი არა, შენი და შენი. და გახსოვდეს, მანჩესტერის ფანი თუ ხარ, ორი რამ უნდა იცოდე. პირველი, მოთმინება და მეორე, ის რომ ბოლოს მაინც ჩვენზე ლაპარაკობენ. ახლა კი მოусმინო თუ რა ისაუბრა კერიკმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე. გამარჯობა მაიკლ, დიდი ხანია არ გვინახიხართ. როგორი იყო ეს პერიოდი თქვენთვის და არის თუ არა რომელიმე ფეხბურთელი დაბრუნებული? ან მიუწვდომელი ამ მატჩისთვის? კი, კარგი კვირა იყო. შედეგი იმედგამოძროებელი იყო. განსაკუთრებით ის თუ როგორ დასრულდა თამაში. ბუნებრივია იყო იმედგაცრუება. ფიქრობ ეს უკვე გავაანალიზეთ, შევხედეთ და გარკვეული გაკვეთილებიც მივიღეთ. ამ კვირაში კარგად ვივარჯიშეთ, ნამდვილად ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. ბიჭები უკვე მოუთმენლად ელოდებიან კვირას, რომ თამაში დაიწყოს. რაც შეეხება გუნდურ სიახლეებს, მატაი დელიხტი, მეისონ მაუნტი, ლისანდრო მარტინესი. შეგიძლიათ გითხრათ, როდის შეიძლება დაბრუნდნენ, ან უკვე ხო არ დაბრუნებულან? მეისონი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც შესანიშნავია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დაბრუნება და პროცესში ჩართვა ნამდვილად კარგი ნაბიჯია ჩვენთვის. ის ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად, რადგან ძალიან მცირე დროა რაც ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ის უკვე დაბრუნებულია და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ასე რომ ნახავთ, იქნება თუ არა ის კვირის თამაში ჩართული, მაგრამ ეს მისთვის ნამდვილად დიდი ნაბიჯია და ჩვენ ამით კმაყოფილები ვართ. ამ ეტაპზე დაბრუნებული ფეხბურთელების მხრივ სულ ეს არის. ნიუკასლთან მარცხის შემდეგ პოლ სკოულზმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა. შემდეგ თქვა, რომ მისი სიტყვები გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოიღეს და მას შემდეგ თვეთანაც ისაუბრა. მაინტერესებს, როგორი იყო ეს ურთიერთობა, ასევე თქვენი გამოცდილება ამ კლუბში და ყოფილი თანაგუნდელებთან ურთიერთობა რამდენად გეხმარება მსგავსი სიტუაციების განმუხტვაში? მართალი რო გითხრათ, ამაზე ბევრი არაფერია სათქმელი. ფიქრობ ეს უბრალოდ იმ რეალობის ნაწილია, რომელშიც ახლა სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ. სათაურებში და ციტატებში ნათქვამი სიტყვები ხშირად სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქმებოდეს, ასე რომ მნიშვნელოვანია მათი რეალური მნიშვნელობის გაგება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურია. ადამიანებს შეუძლიათ განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. უბრალოდ ხშირად ხდება, რომ რაღაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. და ეს არის, რაც არის. მე ამაზე არ ვნერვიულობ. ამიტომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თქვენ მორგან როჯერსი მილზბროში ყავდათ გაწვრთნილი. შესაძლოა კვირას მის წინააღმდეგ ითამაშოთ კიდეც. გაგიკვირდა თუ არა ის სისწრაფე, რომლითაც ის პრემიერ ლიგასა და ეროვნულ გუნდში ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა? პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ მორგანი ასე კარგად თამაშობს და უკვე საკმაოდ დიდი დროა ამას აკეთებს. როდესაც ის იანვარში პირველად მოვიდა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი. ეს მისთვის დიდი ნაბიჯი იყო და მილზბროში მას დიდხანს არ უთამაშია, ამიტომ ბუნებრივია შეიძლებოდა გვეგზნო, რომ მას ცოტა მეტი დრო დასჭირდებოდა იქ. მაგრამ როგორც კი ის ასტონ ვილაში გადავიდა, ძალიან სწრაფად გადადგა დიდი ნაბიჯები და მალევე გახდა მათი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ინგლისის ნაკრების წევრიც.
ეს აჩვენებს რამდენად კარგად განვითარდა. ჩვენ ყოველთვის ვხედავდით რა შეიძლებოდა გამხდარიყო და რა პოტენციალი ჰქონდა. მისი მახასიათებლები, როგორ ატარებს ბურთს, როგორ თამაშობს მარცხენა ფეხით, როგორ თამაშობს მარჯვენა ფეხით, როგორ ქმნის და როგორ გააქვს გოლები. ასევე ვიცით მისი ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები. ასე რომ ბევრი დადებითი რამ ჰქონდა, რის გამოც თავიდანვე გადავწყვიტეთ მისი აყვანა. იმის ნახვა, რომ მან ასეთი დიდი გავლენა მოახდინა, ალბათ იმაზე მეტიც არის, ვიდრე მე მოველოდი. ალბათ თვითონაც მორგანიც კი არ მოელოდა ამდენს. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ამის ნახვა. მიხარია მისი წარმატება. რა თქმა უნდა, როცა მის წინააღმდეგ ვითამაშებთ, ეს უკვე სხვა ისტორია იქნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის კარგი ადამიანია და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად მიდის მისი საქმე. ჯეიდონ სანჩოზე. თქვენ აქ იყავით, როდესაც ის კლუბში მოვიდა. თქვენი ხელმძღვანელობით მას 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა. იმ დროს ჩანდა, რომ მას იუნაიტედში ძალიან კარგი კარიერა იქნებოდა. გაკვირვებული ხართ იმით, როგორ განვითარდა ეს მოვლენები? ფეხბურთში ვერაფრით ვერ გავაცდები. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, რაც ფეხბურთში ხშირად ხდება. ზოგჯერ ფეხბურთელი კლუბში მოდის და ყველაფერი კარგად მიდის, ზოგჯერ კი ისე არ გამოდის, როგორც უნდა გამოსულიყო. ეს ბუნებრივია და ყველა კლუბში ხდება. ჯეიდონს ნიჭი ნამდვილად აქვს, სწორედ ამიტომ მოვიდა ის ამ კლუბში თავიდანვე. მას კარგი მომენტებიც ჰქონდა. რატომ განვითარდა ყველაფერი ასე? არ ვიცი. მე გარკვეული პერიოდი აქ არ ყოფილვარ. ახლა ის საკუთარ თავს ასტონ ვილაში პოულობს. მან ასევე ძალიან კარგი პერიოდი გაატარა დორტმუნდშიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. ასე რომ ნიჭი ნამდვილად აქვს. ამ სეზონში ბევრს თამაშობს, რაც მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. ის გავლენას ახდენს თამაშზე და ბევრ მატჩში მონაწილეობს. რა მოხდება შემდეგ და როგორ გაგრძელდება ყველაფერი, ამას უბრალოდ უნდა დაველოდოთ. თქვენ მუშაობა 2 ძალიან დიდი თამაში დაიწყეთ. ვიცი ალბათ იტყვით, რომ ყველა თამაში დიდია, მაგრამ პირველი მარცხის შემდეგ და ასევე იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ხრილი ზედა ნაწილშია, თქვენსა და ასტონ ვილას შორის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, არის თუ არა ეს ყველაზე დიდი გამოცდა თქვენი პირველი დღეების შემდეგ? ფიქრობ, ჩვენ ყოველთვის გამოცდის წინაშე ვართ. ყოველთვის საქმე ეხება იმას, რა იქნება შემდეგ და როგორი რეაქცია გექნებათ. მოიგებთ, წააგებთ თუ ფრედ ითამაშებთ. მთავარია რა რეაქცია მოყვება ამას. როგორი არის გუნდი, როგორი ემოციებია ჯგუფში, როგორ გამოვიყენოთ ეს მაქსიმალურად, რა არის мотиваცია შემდეგი თამაშისთვის და როგორ წავიწიოთ წინ ამ ყველაფრისკენ. მესმის, რომ რადგან ეს მარცხი იყო ცოტა განსხვავებულად აღიქმება, მაგრამ ეს რაღაც მომენტში მაინც მოხდებოდა. თუ ლიგას გადახედავთ, ძალიან რთული ჩემპიონატია. თითქმის ყველა გუნდმა, თუ არა ყველა გუნდმა, ახლო წარსულში მსგავსი რამ განიცადა. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად დანახვა და იმ ფორმაში დაყენება, რომ გავაუმჯობესოთ ის, რაც უკეთ შეგვიძლია გავაკეთოთ. ბოლო თამაშებიდან დიდი თავდაჯერება მივიღეთ და უნდა გავამხილოთ ყურადღება იმაზე, როგორ ვაჩვენოთ ის თუ რა შეგვიძლია და როგორ გვინდა რომ ვითამაშოთ. ასე რომ, ეს კვირა ბევრი მხრივ ძალიან კარგი იყო და მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს მნიშვნელოვანი თამაშია. ამას ვერ გავექცევით. ეს შესანიშნავი თამაშია. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, სადაც ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ სრულად ვიღებთ ამ სიტუაციას და მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩს. ჯეი გაბრიელი ამ კვირაშიც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და აშკარაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საოცრად თამაშობს. განიხილავ თუ არა ამ სეზონში მის შეყვანას მატჩის განაცხადში? მას არ აქვს ამის უფლება. ძალიან პატარაა. რამდენად რთული იყო კლუბისთვის იმ ყურადღების მართვა, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მან მიიღო? ჯეი ძალიან კარგად თამაშობს. აკადემიაში რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი გყავს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები მაქსიმალურად ხშირად მოვიყვანოთ პირველ გუნდთან. სხვათა შორის 5 წუთში 30 წლამდელების თამაშიც იწყება. ასე რომ მოუთმენლად ველოდები ამ ინტერვიუს დასრულებას და მათ საყურებლად წასვლას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ აქ ყოფნას უფრო ვამჯობინებთ. დიახ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებს მივცეთ შესაძლებლობა მოვიდნენ, ივარჯიშონ და ეს გარემო შეიგრძნონ. ჯეი ძალიან დიდი ტალანტია. ეს აშკარაა და მან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა 18 წლამდელებში. ჩვენ მასზე ძალიან დიდი მედებს ვამყარებთ, მაგრამ მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად მართვა, რაც მას ახლავს. მასთან მუშაობა, მისი განვითარება, როგორც ამას ვაკეთებ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან და ახალგაზრდა მოთამაშეებთან. საჭიროა სწორი მომენტის შერჩევა, როდის უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი და ასევე ისიც, როდის უნდა დარჩეს იმ ეტაპზე, სადაც არის. ამ პროცესში ყოველთვის არის აღმავლობაც და დაღმასვლაც. კარგია, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩვენთან ერთად მოდიან და ამ გარემოს ეჩვევიან. ჰარი მაგუაირი უკვე რამდენიმე თვეა გუნდში დაბრუნდა და აშკარაა, რომ მან პირველ წარმატებებში დიდი როლი ითამაშა, რაც თქვენთან ერთად მოვიდა. ახლა ის 33 წლისაა და მომავალ კვირას ინგლისის ნაკრების განაცხადიც გამოცხადდება. არ ველოდები, რომ თომას ტუხელის ნაცვლად თქვენ შეარჩევთ მის განაცხადს, მაგრამ თამაშობს თუ არა ის იმ ფორმაში, როგორცაც მის პიკურ პერიოდში ელოდებოდით? ჰარი კარგად თამაშობს. ფიქრობ ეს აშკარაა. თუ გავიხსენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ ის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ტრამვის გამო გამოთიშული და როცა ჩვენ მოვედით, მაშინვე დაბრუნდა გუნდში.
ამიტომ ბოლო კვირებისა და თამაშების განმავლობაში ცოტა მართვაც გვიწევდა მისი დატვირთვის კონტროლი, რომ ფიზიკურად სულ ფორმაში დაბრუნებულიყო. Ფიქრობ, მან უბრალოდ თავისი გამოცდილება აჩვენა სხვადასხვა სიტუაციაში და სიმშვიდეც. მან იცის, რას ნიშნავს ეს დონე და რა არის საჭირო წარმატებისთვის. მან მართლა ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, რაც უნდა მოხდეს, მოხდება, მაგრამ მან ნამდვილად დააბრუნა თავისი თავი კანდიდატთა სიაში. თუ ოდესმე ამ სიიდან ამოვარდნილი იყო, ახლა ნამდვილად ისევე იქ არის. ჩემი მხრიდან კი რა თქმა უნდა ვიმედოვნებ, რომ მას გამოიძახებენ და ის ნაკრებში წავა.